სულიერი კავშირი მოუკლებელი ხსოვნა, ანუ ღმერთთან სულიერი კავშირი ნესავსოვის მოუკლებლად გახსოვს, მაგრამ ეს ხსოვნათან, ხსოვნა, ხო, კავშირს ნიშნავს. მენტალური ხსოვნა კი არ არის, ახსოვს, ეგრე კი არ არის, ანუ ეს კავშირია, ამიტომ არის, აი, ჩემს მოსახსენებლად ყოველთვის ეზიარებოდე. უცნაური ხო არის, ხო, თუ ქრისტიანობა მახსოვდეს, აი, წავიკითხე, რომ ქრისტიანობა მახსოვდეს და მახსოვს. ღმერთის ხსოვნაში პირველ ყოვლისა იგულისხმება არა მახსოვს, არამედ თელ ჩემ არსებას რო ახსოვს, ანუ მახსოვს არა მარტო მენტალურად, არამედ გრძნობით, ემოციით, სისხლით, ხორცით, სულით და საიდუმლოებრივად, მისტიკურადაც მახსოვს. ამიტომ არის, თუ არ ეზიარები, ღმერთი არ გახსოვს და მარტო ტვინით მეხსიერება არაფერს ნიშნავს. მარტო ტვინით კომპიუტერსაც ახსოვს. სულიერი კავშირი მოუკლებელი ხსოვნა, იგი როგორც ცეცხლოვანი, ეს ხსოვნა, ღვთისხსოვნას და ღმერთთან კავშირს, როგორ ახასიათებს ისაა კასური. იგი როგორც ცეცხლოვანი სიყვარული მუდამ მხურვალებს გულში. გასხოთ ხო უფლის სიტყვები. ცეცხლისა მოვეთ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რათა აწვე აღეგზნას. ეს ცეცხლი, რომელიც ქვეყანაზე უნდა აღეგზნას, ანუ აბრიალდეს, არის ადამიანის გული, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან. და აქაც იგივეს ამბობს, ცეცხლოვანი სიყვარული იქნება, ეს ცეცხლოვან სიყვარულს ნიშნავს ღვთისხსოვნა, რომელიც მუდამ მხურვალებს გულში, სულით მდუღარენი იყვანით, პავლე მოციქული გვევნება. ამისთვის კი ძალას ეს ცეცხლი ძალა საიდან იღებს? ცნებათა აღსრულებისგან იღებს და მათში პოულობს საყრდენს ჭვრეტელობისათვის, ანუ ღმერთის ხედვისათვის. ეს იმათ გასაგონად, ვისაც იესოს ლოცვა მარტო სკვნილის ტრიალი გონია, ან ღამე წამოდგომა და უძილობა. თუ მცნებებს არ ასრულებ, არანერი იესოს ლოცვის მრავალათასიანი წარმოთქმა არ გიშველის და მცნებებიდან უპირველესი რომელია? ისწავლეთ ჩემგან შვიდვარ და მდაბალგულითა. სიმდაბლე და სიმშვიდე, სად განისწავლება და სად წარმოჩინდება, რომ შენ ცდილობ, რომ უფლისაგან ისწავლო ეს სათნოებები მოყვასთან ურთიერთობაში. ამიტომ თუ მოყვასთან ურთიერთობაში არა გვაქვს სიმშვიდე და არა გვაქვს სიმდაბლე კი და ყოველთვის მორჩილებით ავლენს საკუთარ თავს, რამდენის გინდა სკვნილი ატრიალეთ, არაფერი არ გიშველის და ამას მე შეგნებულად და რამდენის გინდა ეზიარეთ, არაფერი არ გიშველით. არიან ადამიანები, რომლებიც სკვნილსაც ატრიალებენ, რომლებიც ხშირადაც ეზიარებიან და ერთი ნაბიჯი, რაც მე მათ ვიცნობ, არ გადაუდგავთ ქრისტესკენ. იმიტომ რომ აი ამ პრინციპს არ ასრულებენ. იმიტომ რომ აი ეს ხურვალება ცეცხლოვანი სიყვარული გულში ღვთისადმი ძალას მცნებათა აღსრულებისგან იღებს და მათში პოულობს საყრდენს ღვთის ხილვისათვის, ანუ მჭრეტველობისათვის.